woke up this morning, I said to myself, now that they don't kill me can only make me stronger. I need you to hurry up now, 'cause I can't wait much longer. I know I've got to. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ეთერშია გადაცემა რეკთაიმი და ვიმყოფებით კაფე ჩეკინში, რომელიც გვმას პინძლობს დღეს ჩვენ. ამ გადაცემას ტრადიციულად ისევ უძღვებით ჩვენ, ირაკლი ფაღავა და ალეკო თხილაიშვილი. მოგესალმებით. თითქმის არც ერთი გადაცემა არ გასულა ისე, რომ ეგ პიროვნება არ გხსენებია და დღეს რაღაც საიუბილეო გადაცემასავით გამოგდეს პრინციპში ერთი წელია შეგვისრულდა რა ჩვენი გადაცემა ეთერშია და გადავწყვიტეთ რომ ამ ღირსშესანიშნავ დღეს დაგვემთხვია და გვესაუბრა ამ არაჩვეულებრივ ბას გიტარისტზე. თუმცა დღეს სრულობითაც არ არის არც მისი დაბადების დღე და არც ის, მაგრამ ესეთი შემაჯამებლად სიმბოლურად გამოვიდა რომ საიუბილეო ჩვენი გადაცემა ვიგულისხმე, იმიტომ რომ ზუსტად ერთ წლის წინ გავედით და დავეპყარით სატელევიზიო სივრცე. მოგესალმებით კიდევ ერთხელ უბრალოდ ტელემაყურებლებო, ძალიან გვიხარია მეც და ალეკოსაც რომ სიამაყით ვისაუბრებთ დღეს ჯაკო პასტორიუზე, როგორც ძალიან კარგ პიროვნებაზე, ძალიან კარგ მუსიკოსზე, იმ დროის შეიძლება ითქვას 60-70-იანი წლების ძალიან დიდ ნოვატორზე და ის ცხოვრება და ის ტრაგიკული დასასრული მისი ცხოვრების რაც თლიანად რაღაცა ჯიმ მორისონის სიტყვების არ იყოს რომ უნდა გავდე კომეტის გაელვებას რომ ყველას დაამახსოვრდე და მე ქრებიო აი დაახლოებით აი ესე იყო მოზღვავებული ძალიან ჯაკოს ენერგია თავისი ღვაწლი რაც მუსიკალურ სივრცეში დატოვა ძალიან დიდი მემკვიდრეობა და თან ძალიან პოზიტიური გავლენა და გასწავარია კიდე ერთი რაღაცა უმთავრესი ამბიციური იყო ძალიან და ოღონდ კაი გაგებით ამბიციური რა თუნდაც მაგაზე მეტყველებს ის ფაქტი საერთოდ როგორ მოხდა weather report-ში რა დიდ ზავენულთან დაესწრო ერთ-ერთ კონცერტს და მაგას საინტერესო ისტორია დაესწრო ერთ-ერთ კონცერტს და ნუ გამოდიოდა სცენაზე იყო stage-ზე იყო weather report-ი და კონცერტის მერე ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად მოხდა კულისებს მიღმა, სადაც გაესაუბრა ჯოსავინულს და უთხრა ესეთ რაღაცა, რომ ნუ პრინციპშიო ცუდა თუ არ დაუკარითო, მაგრამ იყო რაღაც ხარვეზებიო და ეს ახლა დაინტრიგდა და ვაში ნუ ბასისტიო რაღაცა ვერაო რა. არა და ბოდიშვიხტი მაყურებელთან დავაზუსტებ რომ ბასისტი ეხლა ვინც ახსენი, საუბარი მიდის ალფონსო ჯონსონზე, რომელიც 75 წელს სტოვებს აღნიშნულ ჯგუფს ზავინულის Weather Reports და 76 წელს უკრავს ბილი კობემთან, ჯორჯ ზუკთან, ჯოს კოფილთან და ნუ აი ესეთ შემოგვიმებთან. ანუ და ძალიან ლაპარაკი და აბა ნუ მე ვარ რომ სოფლიოში საუკეთესო ბას გიტარისტიო ზუსტად ამ სიტყვებით მიმართა ზავენულს, რადგან ზავენულმა ეხა იმას ვერ გავიბიორებ, ეთერი არ გვაძლევს იმის საშუალება და ცენზურა. აბა ერთი კარგად იზღავი. ხო, ნუ აი ძალიან ისე უხეშად გამოებშვიდობა, გამოესალო, მაგრამ მაინც აი თავისმა ამბიციამ არ მისცა იმის საშუალება და იმის უფლება რომ მიეტოვებინა ეს ყველაფერი და მიაღწია რამოდენიმე წელი დასჭირდა რეალურად იმისთვის რომ სამნულს მოესმინა მისი დემო ჩანაწერები და ერთ-ერთი ასეთი რაღაც როცა შედგა და მოისმინა მისი დემო ვერსიები ან კომპოზიციების სოლო პარტიები გაგიჟდა ნამდვილად დიდი პოტენციალი დაინახა იმიტომ რომ იმ დროს ბასის ფუნქცია იყო ძალიან ესე ვთქვათ მეორე და მესამე კი არა უკანა ხარისხოვანი იყო დაახლოებით წელიწად ნახევრის მერე გამოდის ალბომი Black Market-ი სადაც უკვე ზანულთან ჯგუფში Weather Report-ში უკრავს თვით ჯაკო პასტორიუს უნდა ითქვას ერთი ორი სიტყვით რომ Weather Report-ში უკრავდნენ საკმაოდ დიდი მუსიკოსები და მათი რიცხვი საკმაოდ ბევრი იყო ანუ
არა ჯგუფში როგორც მონაწილეების, არამედ ის სხვადასხვა მუსიკოსები, რომლებიც პერიოდულად უერთდებოდნენ Weather Reports, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ჯაკოს ძალიან დიდხანს არ ყოფილა ყოველ შემთხვევაში Weather Report-ში, იმიტომ რომ ისე აღმოჩნდა, რომ მანაც დატოვა ეს ჯგუფი. და ზავინულის გარდა იყო ერთი კარგი საქსაფონისტი, არის ერთ-ერთი ისეთივე ძველი მუსიკოსი და ლეგენდარული როგორც ვთქვათ, Art Blakey და დღეს რო კიდევ ცოცხალი არის და მოქმედი მუსიკოსია, ესეთი იყო Wayne Shorter-ი, არაჩვეულებრივი საქსაფონისტი. ერთხელ ვახსენე სხვადასხვა Wayne Shorter-ი ჩვენ. ვახსენე და მე ვფიქრობ, რომ მე მგონი აი საქსაფონისტებზე როცა იქნება თქვა გადაცემა ან მივადგებით უკვე Michael Breckers და სხვების განხილვას იმ თემას, ჯობია იქ უფრო ვრცლად ვისაუბროთ. Wayne Shorter-ზე ძირითადად დღევანდელი საღამო მაინც ჯაკოს ეზღნება და პრინციპში ზავინულის ხასიათში რო ჩაჯდები და ტემპერამენტში და რომ მოეწონები და იმ დიდ პოტენციალს დაინახავს, რაც ზოგადად ჯაკოს ჰქონდა. თან საკმაოდ ახალგაზრდა იყო მაშინ ჯაკო. კი, ძალიან ახალგაზრდა 20-25 წლის. ძალიან ზეგარი იყო. ზავინული, ვიცით რომ ავსტრიელი კარგი კომპოზიტორი, ძლიერი მუსიკოსი, ვენის კონსერვატორია აქვს დამთავრებული, ან კლასიკური განათლება აქვს მიღებული. და პრინციპში შეიძლება ჩავი მაილს დევისის ჯგუფის წევრი იყო და ყველასი დიდი ჯაზმენების კლასიკური განათლება, რა კლასიკური მუსიკალური განათლება. მაილს დევისის ჯგუფის წევრი იყო თავის დროზე და ფიუჟენის, ჯაზ ფიუჟენის მიმდინარეობის, ესე ვთქვათ, ფუძემდებელი გახლავთ ერთ-ერთი ფუძემდებელი. მოდი იგამ, მე მგონი დრო არის რომ ნახოთ პირველი ვიდეო შემაში, რომ დიდი სიამოვნების შენს რჩეულ ვიდეოს მოყურებელთან ერთად ვიხილავ დიდი სიამოვნებით. ზოგადად ჯაკოზე რო შეგვიქმნას წარმოდგენა, მათ ვინც თქვა სიტყვაზე არ იცნობს, შევთავაზებდი 1978 წლის 29 სექტემბერს 1978 წლის 29 სექტემბრის კონცერტს გერმანიაში გამართული კონცერტი, სადაც ჯაკო უკრავს სოლოს. მე შეგნებულად თავ შევიკავებ თლიანი ჯგუფის წარმოდგენისგან, კონკრეტულად ჯაკოს ერთი ძალიან ცნობილი სოლო. ცოტა ხანში ისევ დაგიბრუნდებით, დროებით.
შემოგიერთით ისევ ძვირფასო ტელემაყურებლებო, შეგახსენებთ, რომ ჩვენ საუბრობთ უდიდეს მსოფლიოს უდიდეს ბას-გიტარისტზე, როგორც ეს სხვადასხვა ეს რა ქვია, ეპითეტი თვითონ დაირქვა ამ ადამიანმა, ეს გახლავთ ჯაკო პასტორიუსი, მაგრამ ბოდიში ირაკლი გაწყვეტინებ, გარდა მაგისა, რომ ის გენიალური და მსოფლიოს ნომერ პირველი ბას-გიტარისტი იყო, ის ასევე იყო არაჩვეულებრივი პიანისტი და ძალიან წარმატებული და კარგი დრამერი. მაჯის მოტეხამდე. კი, ნუ გარდა მაგისა, იყო კარგი ბეისბოლისტი, კალათბურთელიც და ფეხბურთელიც. ანუ რასაც ხელს მოკიდებდა ბავშვობიდან ყველაფერში მინდოდა პირველობა. ამ ყველაზე სწრაფი იყო მე რამდენადაც ვიცი, კულუარებში, სირბილში და ლუცვამ და ყველაზე მაგრა ლიტრიან კათხალს. მაგიტომაც იძახდა, რომ ყველაზე მაგარი პანკი მე ვარ. კი. მოკლედ ჯაკო პასტორიუსი დაიბადა 1951 წლის 1 აგვისტოს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს ადამიანი გახლავთ შულოსანი. ქონდა ძალიან დიდი ამბიციები და ჩვენი გადაცემის საგარელი. და ჯაკო ვიცით, რომ ძალიან ექსცენტრული ადამიანი იყო. ბუნებით ძალიან ლაღი, ძალიან ბავშვური, სხვადასხვა როგორ დიდ ასაკამდე შეიძლება ესე ითქვას, რაღაცა თავისი ცხოვრების სტილით ხო, მიუხედავად იმისა, რომ არ იყო გატაცებული ნარკოტიკებით და არ იყო ალკოჰოლიკი, ხო, აი რაღაცა ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, რაღაცა ჩეტ ბეიკერთან რაღაცნაირად ასოცირდება ჩემთვის, რატო არ ვიცი, მაგრამ აი რაღაცა ხო რადიკალურად განსხვავებულები არიან, ხო? არა, გეთანხმები თვითონ აი იმაში რა ძალიან გავდნენ აი სუფთა ცხოვრების წესით და თითქოს დამოკიდებულებით, მაგრამ საერთოდ კი. სენტიმენტები ეხლა ჩეტ ბეიკერთან გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ამასთან უფრო სილაღე და ხიპური მოძრაობები და მთელი ამბები, პირველი ცოლი, მერე მეორე ცოლი და ასე შემდეგ. მოკლედ ძალიან სხვადასხვა ენერგიული ბიჭი. მოჯახზე მინდა ორიოდე სიტყვა თქვა, სამი არჩეულებრივი ბავშვის მამა ფელიქსი, რომელიც მამის ყოლს გაყვადა ბას-გიტარისტი არის, ჯულიუსი, რომელიც არის დრამერი და მერი, მისი ქალიშვილი, რომელიც ჯაზ ვოკალისტია, საკმაოდ წარმატებული და არაერთი ვიდეო ვიხილე სხვა შორის და გულწრფელად ვამბობ, მართლა ფანტასტიკურად ასრულებს და რავი ალბათ მამის გენი გადანაწილდა სამდუეშვილზე რაღაცა რატომღაც ნუ ბუნება ისვენებს გენიოსების შვილებზე შეიძლება იქ პრინციპია მათზეც გავრცელდა. კი ბატონო. და სწორედ იმას ვამბობდი, რომ ვარჯიშობდა ძალიან დიდხანს, არ სვამდა, არ ეწეოდა, არ იყნოსავდა კოკაინს, რაც ძალიან მოდური იყო იმ პერიოდის არა მარტო მუსიკოსებში, არამედ ზოგადად რაღაც სოციალური მოვლენა იყო. კოკაინი პრინციპში შეიძლება ითქვას, კოკაინმა გარდაქმნა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ფენომენი სოციუმის ასპექტით ადამიანებში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაცა შეიცვალა აზროვნება, შეიცვალა დამოკიდებულება რაღაც მოვლენების მიმართ და ბევრი რამ განაპირობა. ეს რა თქმა უნდა აისახა შემდეგ ხელოვნებაშიც. ჯაკო პასტორიუსზე ძალიან ბევრს ვერ ვისაუბრებთ, იმიტომ რომ დრო არ აქვს ამისი და ერთადერთი შევეცდები ის დიდი ჯაზმენები ჩამოთვალო, რომლებთანაც მას მოუწია თანამშრომლობა. ესენი გახლავთ, თქმა უნდა, ავიღო ძალიან დიდი, იმიტომ რომ ძალიან დიდი სია, მართლა ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ აი მწვერვალებს დავასახელებ ნამდვილად. ესენი გახლავთ ჰერბი ჰენკოკი, პეტ მეტენი, ჯონ სკოფილდი, თქვენ წარმოიდგინეთ კარლოს სანტანა, აირტონ მორეირა, შენი საყვარელი, მაგარი კაცი.
პერკუსიონისტ. ძალიან ბევრი მაიკლ ბრეკერი, რენდი ბრეკერი. კით ჯარიდან სახლში იყო პირადად მისული და იქ დაუკრა. და რა ვიცი, ძალიან ბევრი შემოთვლა შეიძლება ბობ მოზესი და ასე შემდეგ. რაც შეეხება ჯაკოს რა ვიცი, მე მაგალითად სიმართლე რო ვთქვა, ძალიან მიჭირს ჯაკოზე ლაპარაკი, როდესაც უახლოვდები აი ადგილს, სადაც ის ვარსკვლავი ხდება, ზავინულის თქმით, ზოგადად weather reports აღიქვამდნენ როგორც რაღაც ეზოთერულ ჯგუფს, სანამ ჯაკო შემოუერთდებოდა, იმიტომ რომ ჯაკომ მოიზიდა თეთრკანიანების ძალიან დიდი რაოდენობა მსმენელის. თან ის ხელის გულზე სატარებელი ადამიანი როგორ აღწევს პიკს თავის კარიერაში და პეტმეტენის სიტყვების არ იყოს, იმიტომაც დასრულდა ჯაკოს ცხოვრება ესეთი ტრაგიზმით, რომ ვერ მოერიაო, ანუ თვითონ გახდა თავისივე მითის მსხვერპლი. ვაინ შორტერმაც ძალიან სწორად თქვა, რომ თვითონ თავის აი ვარსკვლავურ დიდებას ვერ მოერია და ვერ გაუმკლავდა რა პოტენციალსაც და ტალანტსაც იტევდა ზოგადად ჯაკო პასტორიუსი. ჩემოიკა მე გავანდობ საიდუმლო ჩვენს მაყურებელს თბილისის ჯაზ ფესტივალზე, როდესაც იყო ჩამოსული ასევე ერთ-ერთი უდიდესი ბას-გიტარისტი, ჩვენი გადაცემის არაერთგზის სტუმარი, გულისხმობ იმას ძალიან ბევრჯერ გვიხსენებია, გვისაუბრია მის შემოქმედების შესახებ, ეს გახლავთ ვიქტორ ბუტენი და როდესაც ის იყო თბილისში ჩამოსული, თბილისის ჯაზ ფესტივალის ფარგლებში, პატარა ინტერვიუ ჩავწერეთ მასთან, სულ რამოდენიმე კითხვით და ერთ-ერთი კითხვა დაისვა ჯაკოზე, რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით მინდა რომ გიწილადოთ ის თბილი და დიდი დამოკიდებულება ამხელა ბუმბერაზი ბას-გიტარისტის როგორც ვიქტორ ბუტენი არის. აი ამ ინტერვიუს დასრულებისთანავე მინდა რომ პირდაპირ შემოგთავაზოთ ერთი ფანტასტიკური ვიდეო. ეს გახლავთ მაილს დევისის ერთ-ერთი საუკეთესო კომპოზიცია თავისი შინაარსით, თუ შეიძლება ესე ითქვას, კომპოზიციას ეწოდება მისტერ პასტორიუს, რომელიც ჯაკოს მიუძღვნა და სცენაზე მასთან ერთად მაილს დევისთან მისტერ პასტორიუს მასთან ერთად სცენაზე დგას ასევე ფანტასტიკური ჯაზ გიტარისტი, ყველასათვის კარგად ნაცნობი, განსაკუთრებით ბათუმელებისთვის, იმიტომ რომ არაერთხელ იყო ის Black Sea Jazz Festival-ის სტუმარი, მარკუს მილერი, საკმაოდ ახალგაზრდა მარკუსი და გვაწმოსილი და გენიოსი მაილს დევისი კომპოზიციით მისტერ პასტორიუსი. უნდა ითქვას, რომ ჯაკო პასტორიუსი თვითონ განიცდიდა გავლენას ჯიმი ჰენდრიქსის და ისეთი ბასისტის როგორც არის ფიშ რეი. და დღეს უკვე რომლებიც ვარსკვლავები არიან და გენიოსები არიან, ესენი ვიქტორ ბეილი, ვიქტორ ბუტენი, სტენლი კლარკი. გადაცემაც ალეკო აღნიშნა რომ ქონდა ამ ბასისტებზე და მარკუს მილერი, რიჩარდ ბონა და ბონა შეიძლება ვიდეო და გემოვნებაზე რაღაც არ დაუბენ, მაგრამ ჩემთვის ბონა გაცილებით უფრო მეტია და ვიქტორ ბუტენი ვიდრე იგივე მარკუს მილერი მაგალითად. იმიტომ რომ ხო მე მაგიტომაც შევიკავე თავი, ჩემთვის მარკუს მილერი არის პაულო კოელიო. ხო, დაახლოებით ეგრე გამოვიდა და გეთანხმები სრულია. მოკლედ ნახოთ ეს ყველაფერი ერთად და ჩვენ რამოდენიმე წუთში ისევ დაგიბრუნდებით, ასე რომ არ გადაარჩოთ დროებით. ეს არ არის მხოლოდ ერთი საყვარელი ბასისტი, ესენი არიან სტენლი კლარკი, მარკუს მილერი, როგორც უკვე აღნიშნეთ რიჩარდ ბონა, ჯაკო პასტორიუსი, ლერი გრეჰემი, ბუთსი კოლინსი, ჯეიმს ჯემისონი, ჩაკ რენი, მათ შორის ბობ ბეპტი, დოტ დანი, უილი უეიტსი და ისევ წარსულში თუ დაუბრუნდებით ჩარლს მინგუსი, რეი ბრაუნი, რონ კარტერი, შემიძლია უამრავი მათგანი ჩამოვთვალო. მე ვფიქრობ აუცილებლად, მე არასდროს შევხვედრი ვარ ჯაკოს, მე შემიძლია ვივარაუდო მხოლოდ და მხოლოდ. ჯაკო ყოველთვის წინ ქაჩავდა მუსიკას და ვფიქრობ ის გაამართლებდა ყველას, ვინც მუსიკას ავითარებს. ასევე ჯაკოს ჰქონდა ინსტრუმენტის კარგი შეგრძნება, ის ქმნიდა გრუვს, ის იყო ნამდვილი R&B ფანკ ბას-გიტარისტი. არ მგონია მას გაემართლებინა მხოლოდ ის შემსრულებლები, რომლებიც მხოლოდ ტექნიკით
უკმაყოფილდებიან და უკრავენ სოლოებს. მე ვარაუდობ, რომ ის გაამართლებდა მხოლოდ მათ, ვისაც აქვთ ინსტრუმენტის შეგრძნება, აღქმა. ბევრი აქცევს ყურადღებას იმას, როდესაც ჯაკო უკრავს სოლოს. მე ურჩევდი მათ მიაქციონ ყურადღება იმას, როდესაც სხვები უკრავენ სოლოს. ამ დროს რას აკეთებს ჯაკო? ეს ნიშნავს ნამდვილ ბას შემსრულებელს. მე ვფიქრობ, ჯაკოს მოეწონებოდა სრულყოფილი ბას შემსრულებლები, რომლებიც ქაჩავენ მუსიკას წინ და ამავე დროს გრძნობენ რითმს.
ვინც ახლა შემოგვიერთით, ვიფოს მეგობრებო, გეტყვით რომ უყურებთ გადაცემა Ragtimes, ჩვენ ყოფებით კაფე ჩეკინში, რომელიც გვასპიზლობს დღეს ჩვენ და საუბრობთ ბუმბერას, გენიოს და ძალიან დიდ ბას გიტარისტზე, მისტერ ჯაკო პასტორიუსზე. სამწუხაროა, როდესაც გარდაცვლილი ადამიანი უკვე და რაღაცა მის გარდაცვალებაზე გიწევს საუბარი და მიათმაგდება ეს გრძნობა, როდესაც ვიწყებ იმ ისტორიაზე ფიქს, რა ტრაგიკულად და რა გამხდარ ტრაგიზმი არის ჯაკოს გარდაცვალებაში. შეიძლება ითქვას რაღაცა უაზრო ინციდენტი არაფრისგან გამოწვეული რაღაც ისულელე, რამაც გამოიწვია მისი გარდაცვალება. ეს ისევ და ისევ ჩეტ ბეიკერი კიდე მახსენდება. ლოტერდეილში ერთ-ერთ ხამის კლუბში, რომელსაც ეგრევე ესე ერქვა Midnight Club, შელაპარაკება მოუვიდა იქაურ დაცვის წევრებთან, თუ შეიძლება ესე ვთქვათ. ამ შელაპარაკებას მოყვა შემოხლა, გადაიზარდა ფიზიკურ კონფლიქტში და იმ დონემდე დიდი ტრაუმა მიიღო, რომ კომაში იყო და უკვე კომიდან აღარ გამოვიდა, აღარ გამოსულა, ისე გარდაიცვალა. ანუ იპოვეს სისხლის გულში თავდაყირა წოლვიარე პოლიციელებმა. საავტომობილში მიიყვანეს, რა თქმა უნდა, იყო სიცოცხლის უზრუნველყოფის აპარატზე შეერთებული, მაგრამ 9 დღე იყო პრინციპში. ანუ პირაზე მე 9 დღე იყო ზუსტად, კი. 87 წლის 12 სექტემბერს მოხდა ეს ამბავი წლის ასაკში გარდაიცვალა სამწუხაროდ და ექიმები აიმედებდნენ მშობლებს, რომ ანუ როგორც ჩვენს რეალობაში როგორც ხდება, ყველას მართლა ჯვარი წერია, რომ აი ხა 3-4 დღეში კოვზით შეძლებს რაღაცა ჭამას და იმას და არაფერი ისეთი, როგორც ხდება ხოლმე. ამით იმის თქმა შეგვიძლია ჩვენ, რომ ამერიკაშიც არ არიან დიდი გადამრიე ექიმები. არ იყვნენ 87 წელს ყოველ შემთხვევაში. მაგრამ რა არის იცი სასიამოვნო, როდესაც ესეთი ადამიანები მიდიან და რჩება შთამომავლობა, შვილები, რომლებიც ცდილობენ მაინც, რომ მამის ყვალს რაღაცნაირად, ანუ მამის იქნება თუ დედის ყვალს გაყვნენ და რაღაცა ეზიარონ ამ მუსიკას და ჩემთვის ამ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით იდეალური ვარიანტი არის ჯეისონ ბონემი, ჯონ ბონემის შვილი, რომელიც ფანტასტიკური დრამერია, ხა მამასთან რომ მივიდეს ძალიან ბევრი უკლია, მაგრამ საკმაოდ რა თავის რეალობაში ის რაც თანამედროვე ტენდენციები არის ამ იმაში თვითონ და კარგად მოუაწევს. პასტორის სამივე შვილს მინდა უსურვო წარმატებები გულწრფელად და მიაღწიონ ისეთ გავლენას და ისეთ დაფასებას, როგორ დაფასებას და გავლენას ჰქონდა მისტერ ჯაკოს. ერთო რაღაცას დავამატებდი მაინც, რადგან არ მინდა რომ გამოვრჩეს და მაინც ითქვას რა დამსახურება აქვს ჯაკოს არა მარტო ის რომ უკრავდა კარგად, ყველამ იცის რომ 12 წლიდან უკრავდა და კარგად უკრავდა თავის ძმასთან შედარებით, რომელსაც 4 თვე ჭირდებოდა რომ ბიტლზის ერთი სიმღერა გაერჩია. ამას აი პრობლემა არ ქონია, სმენაც კარგი ქონდა, ყური უჭრის რომ იტყვიან და ახლობებით ეგეთი და ძალიან ტალანტური, რომ ხელი მოკიდა ინსტრუმენტს, ეგრევე დაიწყო დაკვრა. ყველაზე მთავარი ჯაკომ რაც გააკეთა ეს არის, რომ დომინანტური გახადა ეს ინსტრუმენტი სხვა სოლო ინსტრუმენტების გვერდით თანაბრად ითვლებოდა უკვე ბასი ერთ-ერთ წამყვან, ესე ვთქვათ, დომინირებულ ინსტრუმენტად და სულ ვიძახი საათ და ვიზე ბონემზე. და ძალიან წინ წამოწია მოკლედ ფუნქცია თვითონ ბასის. სტენლი კლარკსაც და ჯაკოსაც აღიქვამდნენ ძალიან ორ დიდ კონკურენტად, თუმცა სტენლი კლარკი თამამად თმობს პოზიციებს და აღიარებს, რომ ჯაკო არის მსოფლიოს უდიდესი ბას გიტარისტი. ძალიან სამწუხაროა, რომ ჯაკომ ისევე დაამთავრა ცხოვრება როგორც ჩეტ ბეიკერმა, ჩარლი პარკერმა და სხვებმა და ვისაც ეყო, ვთქვათ, ესე ვთქვათ, ცხოვრებისეული გონი და ჭკუა, იმან თავის დროზე დაანება თავი აი იმ საშინელებას, რასაც ქვია ნარკოტიკები და დღეს ჩვენ ვიცით, რომ იგივე ჯონ სკოფილდი, იგივე მაიკ სტერნი, მაიკლ ბრეკერი, რომლებიც ადრე იყვნენ აქტიური მომხმარებლები, ესე ვთქვათ, აი ამ საშუალებების ფსიქოტროპულია, ხო, პრინციპში თუ არ არის ფსიქოტროპული.
შეიძლება ითქვა. რაღაც ხო, ну, მოკლედ ეს საშუალებები დღეს აგრძელებენ მოღვაწეობას მაიკლ ბრეკერის გამოკლებით. არსებობს ერთი კარგი მწერალი, ბილ მილკოვსკი, რომელსაც გარკვეულ პერიოდში ჰქონდა შეხება ჯაკო პასტორიუსთან და გვაქვს ბედნიერება ქართული ლიტერატურის სივრცეში, დოკუმენტალური ლიტერატურის სივრცეში მოიპოვება ესეთი წიგნი ბილ მილკოვსკის გახლავთ ავტორი და წიგნს ჰქვია ჯაკო პასტორიუსის საოცარი და ტრაგიკული ცხოვრება, მსოფლიოს უდიდესი ბას-გიტარისტი. ყველაზე დეტალური ინფორმაცია, ყველაზე საინტერესო გარდა ამისა არა მარტო ბილ მილკოვსკის დამოკიდებულება ჯაკოსთან, არამედ მთლიანად ყველა იმ გარემოცვაში ვინც ყავდა ირგვლივ, ყველა მუსიკოსის დამოკიდებულება არის ზუსტად გადმოცემული და გამოხატული აი ამ წიგნში. სხვადასხვა იმ წიგნშიც არის აღნიშნული, რომ ერთი ინგლისელი მწერალი არის, ესეთი გრემ გრინი, რომელსაც სატირული ნაწარმოები აქვს დაწერილი, მონსინიორ დონ კიხოტი, ანუ რიმეიკი აქვს გაკეთებული, საკმაოდ ისეთი კარგი, სატირული, კარგი საკითხავი წიგნია. გრემ გრინის თქმის არ იყოს, კოფეტუას კომპლექსი ჰქონდა ჯაკოსო, ეს იმ წიგნშიც არის აღნიშნული, ეს ნიშნავს იმას, როდესაც გადაჭარბებული მოთხოვნილება გაქვს ურთიერთობა კონდეს დაბალი კლასის ადამიანებთან საბოლოო ჯამში ნარკოტიკებმა დასალევმა და აი ამ კომპლექსმა თავი მოიყარა ჯაკოში და ეს ერთდროს ბრწყინვალე ვარსკვლავი ცხოვრების ბოლო პერიოდში ქუჩაში ხვდებოდა თავის კოლეგებს და თანამშრომლებს როგორც ყველაზე ჭუჭყიანი, გამათხოვრებული და ძალიან ცუდ მდგომარეობაში მყოფი, როდესაც უკვე მასზე მეგობრობას ყველა ურთხოვდა და თავს არიდებდა. რო გარდაიცვალა, თავისმა სამეგობრომ შვილების დასახმარებლად გააკეთეს საქველმოქმედო ძალიან დიდი კონცერტი, როგორც 30 წლის თავის იუბილეზე ჯაკო მოიყვანა 20 კაციანი ბიგ ბენდი და თავისი დაბადების დღე აღნიშნა, ზუსტად იმ მუსიკოსებმა გააკეთეს დასახმარებელი კონცერტი თავისი შვილებისთვის მისი გარდაცვალების შემდეგ. მოკლედ სამწუხაროა, მაგრამ დასასრულს მივუახლოვდით ჩვენი გადაცემის გაკვეთილი საეთერო დრო და დამშვიდობებისას კიდევ ერთი ფანტასტიკური ვიდეო მინდა ვნახოთ ჩვენს მაყურებელთან ერთად, რა თქმა უნდა, ჯგუფი Weather Report-ი და ჯაკოს კიდევ ერთი არაჩვეულებრივი სოლო, სადაც ეხლა ზავინულის გარდა კიდე ძალიან დიდი ადამიანები უწევენ მას აკომპანირებას. ვეინ შორტერი, რა თქმა უნდა, ალექს აკუნა დრამზე, მანოლო ბადრენა პერკუსიაზე. ეს ძირითადი შემადგენლობა არის. პირთვით თუ შეიძლება ერთდროს ეს Weather Report-ის. მოკლედ, თვითფასო მეგობრებო, ჩვენ ის გადავხსენია, რომ საუკეთესო სურვილები დაგემშვიდობოთ. ჩვენ ზუსტად ერთ კვირაში შევხვდებით ისევ ერთმანეთს, იგივე არხზე, იგივე დროს. საუკეთესო სურვილებით გემშვიდობებით, უყურეთ გადაცემა Reg Times. ნახვამდის. კარგად ბრძანდებოდი. Thank you.